რა თქმა უნდა, ღმერთის შვილები, ვინც უფალშია, ყოველთვის ზეიმობენ ქრისტეს შობის დღესასწაულს. ჩვენ ვიზეიმეთ განსაკუთრებული დღეები ქრისტეს შობისა. ჩვენ მოისმინეთ ქადაგებები მესიის შესახებ, ამ ცხებულის შესახებ, რომელიც განსაკუთრებული დავალებით მოვიდა აქ მიწაზე, რომელიც განკაცდა და მოიტანა ჩვენთვის წყალობა და მადლი. თითოეულ ჩვენთაგანისათვის. ეს ყველაზე დიდი მოვლენაა ძვირფასო ქვეყნიერებაზე. ეს არის ღვთის ძის განკაცება, ქრისტეს შობა. ის მოვიდა იმისათვის, რომ ჩვენ ერთნი ვიყოთ, როგორც პარასკევის მსახურებაზე აღვნიშნეთ, ერთობა ღმერთთან და ერთმანეთთან, მხოლოდ ქრისტეს მოაქვს ძვირფასო. ქრისტეში ეს ერთობა შესაძლებელი, ვინც ქრისტეში იმყოფება. ის მოვიდა განკაცდა მიწაზე იმისათვის, რომ გაგვეთავისუფლებინეთ ცოდვებისაგან, სასჯელისაგან, ცოდვის სასჯელისაგან. რადგან მოეცა სისავსე სიცოცხლისა თვითონ ჩვენთაგანისათვის, რომ მოგცეს, ქრისტე მოვიდა იმისათვის, რომ მოგცეს ნამდვილი იმედი ძვირფასო, რომ მაშინ ვიყოთ დარწმუნებული ყველაფრის მიმართ. ასევე ის მოვიდა, რომ მოგცეს სრულყოფილი მშვიდობა თვითონ ჩვენთაგანს. მოგცეს თავისი დიდება. ის ჩვენ ვიცით, რომ ის შემოიცარიალა თავი, რომ ჩვენ გამდიდრებულიყავ და მისი დიდება მოეცა ჩვენთვის. ის მოვიდა, რომ ჩვენზე იზრუნოს თვითონ ჩვენთაგანზე, ვინც მიიღო ის უფლად და მხსნელად ძვირფასო. რომ ის ჩვენთან ერთად იყოს ამ მიწიერ ცხოვრებაში, სადაც სიბნელეა, სადაც განსაცდელებია. ის ამისათვის მოვიდა ძვირფასო. მან ჯვრის მეშვეობით გაიმარჯვა ცოდვაზე, ბოროტებაზე, რომ ჩვენ ვიყოთ გამარჯვებული. ის მოვიდა ამისათვის აქ მიწაზე. ეს ყველაფერი მასშია და მის მიერ არის ძვირფასო, განხორციელებული ჩვენს მიმართ. და ეს განსაკუთრებული დღე, ქრისტეს შობა, არის ზეიმი ღვთის სიყვარულისა ჩვენს მიმართ. რომ ღმერთს უყვარვართ ჩვენ, ეს სიყვარული დაამკვიდრა ჩვენში, რომ გვიყვარდეს ერთმანეთი ძვირფასო და უფალმა გვაკურთხოს. მე დღეს უნდა შევეხო საკითხს, რომელიც სათაური აღებულია იოანეს სახარებიდან. ჩვენ ვიპოვეთ მესია ამ სიტყვებით, რომელიც ჩაწერილია იოანეს სახარებას. შევეხები პირველი თავის 11 მუხლიდან 13 მუხლამდე. სანამ შევეხებოდეთ სიტყვას, ჩვენ შეგვიძლია ერთად ვილოცოთ, რომ ღმერთის სიტყვამ შეგვეხოს თვითონ ჩვენთაგანს, გამოიყოს ნაყოფები და ღმერთი წყალობა და მადლი დამკვიდრდეს ჩვენში ძვირფასო. ერთად ვილოცოთ, მოამზადოთ ჩვენი გულები, რომ გაცხადდეს ღმერთის სიტყვა ჩვენთვის და დამკვიდრდეს ჩვენში. დიდებულო ღმერთო, მამაზეც სიერ, მადლობელი ვარ დღევანდელი დღისათვის, რომ მოვედი ჩვენ წინაშე. რომ შენი სიცოცხლე, შენი მადლი დამკვიდრდეს ჩვენ შორის. წარმართე ეს მსახურება სულოწმინდა უფროსო მოძღვარო. და ამ მსახურებას მოეტანოს მრავალი ნაყოფი ამ ყოფთათვის, სტუმრებისათვის, ახალ მოსულთათვის და შენ სახელი განდიდებული იყოს. მე მინდა წავეკითხო ამ ხადაგებას მესიის შესახებ განვიხილავ იოანეს სახარებიდან, მთლიანად ამ სახარებას შევეხები და განსაკუთრებულ ადგილებსაც მოვიყვან, რომელიც შეეხება ამ სახარებას. მე მინდა იოანეს სახარების პირველი თავის 11-13 მუხლები წავიკითხო. თავისიანებთან მოვიდა, თავისიანებმა არ მიიღეს იგი, ხოლო ვინც მიიღო იგი და ირწმუნა მისი სახელი, მისცა მათ ხელმწიფება ღვთისშვილებით გახდომისა. ისინი იშვნენ არა სისხლისაგან, არა ხორცის დომისაგან, არამედ ღვთისაგან იშვნენ. ძვირფასო. ეს წავიკითხეთ ჩვენ ესაიას სიტყვები, ესაია და მოყვანილის სიტყვები, 65 თავი, აქა, რომელიც ეს ძველი წინასწარმეტყველის სიტყვები გამოიყენა იოანე მოციქულმა. ეს სიტყვები კიდევ გაგახსენოთ, დღეს რომ წავიკითხეთ აქ კითხვისას. მოდი წავიკითხოთ. გამოეცხადე მათ, აქ კითხულობ, ვინც არ კითხულობდა, მათ გამოეცხადე, მიპოვეს მათ, ვინც არ მეძებდა
და ვუთხარი, აქავარ. ხალხს რომ მათ ვინც არ იყო ჩემი სახელი წოდებული. გაწვილი მქონდა მათკენ ხელები ღენიადა ხალხისაკენ უკეთურ გზებით რომ დადიან თავიანთი ძრახვების კვალზე. ძირფასნო. ეგ სიტყვები ყველა მათთვის არის მიმართული, ვინც არ მიიღო უფალი იესო ქრისტე. ვინც განუდგენ მათ. აქ ხედავთ ორი კატეგორიის ადამიანებს, რომელიც აქ წავიკითხეთ, ჩვენ მოცემულ ტექსტში, მათეს სახარებაში, თუნდა ამ მუხლებში. ორი კატეგორიის ადამიანები, რომლებიც ერთნი ღებულობენ უფალი იესო ქრისტეს თავისუფლად და მხსნელად, მესიას, რომელიც მოვიდა ამ ქვეყნიერებაზე ჩვენთვის, და მეორე ვარს ამბობენ, არ ღებულობენ ძვირფასნო, რომელიც თავისიანებთან მოვიდა აქ წერია და თავისიანებმა არ მიიღეს ის. თავისიანებმა არ მიიღეს ის. და არ ღებულობენ ადამიანები იმ პრივილეგიას, თიშვილები, რომ გამხდარდნენ ღმერთის შვილებად, რომ მიიღოს უფალმა თავის მეუფებაში, თავის ხელმძღვანელობაში. ჩვენ ვხედავთ, რომ იოანე მოციქული თავის სახარებაში თანმიმდევრობით აგვიწერს ამის შესახებ, ამ ორი კატეგორია ადამიანების შესახებ, ვინც ღებულობს და ვინც არ ღებულობს. პირველივე თავში, მომდევნო მუხლში აღწერილია იოანე ნათლისმცემლის მსახურება. იოანე ნათლისმცემელი ქადაგებს, ჩვენ ვხედავთ პირველ თავში და მისი სახარება, მისი ქადაგება ავსებულია ძალით, ძლიერებით, რომელიც იზიდავს მთელ იუდეას, იერუსალიმის შემოგარენს, მოდიან მასთან სანათლავად ძვირფასნო. ამ ადამიანთა შორის იყო განსაკუთრებული კატეგორია ადამიანებისა, წარმოგზავნილი ჯგუფი იუდეელთა მთავრებისაგან და ფარისევლებისაგან, რომელიც მოდიან მასთან და უსვამენ კითხვას იოანეს. ვითხარ, ხარ თუ არა შენ ქრისტე? ეკითხებიან იოანეს. იოანემ უთხრა მათ, მან უარყო და აღიარა, მე არა ვარ ქრისტე. 23 მუხლში, ამ თავის პირველი თავის 23 მუხლში ვკითხულობ. ის ეუბნება, მე ვარ ხმა, რომელიც ამბობს ქრისტეზე, რომელიც მიუთითებს ქრისტეზე, მე ვარ ის ხმა. ის ეუბნება იოანე. 29 მუხლში ვკითხულობ, რომ მეორე დღეს იესო მოდის მოსანათლევად იოანესთან და მიუთითებს ქრისტეზე. აჰა, ღვთის კრავი. ის მიუთითებს პირდაპირ ქრისტეზე. ისინი ვინც მოვიდნენ და დაუსეს კითხვა, მათმა კარგად იცოდნენ თუ რაზე საუბრობდა იოანე ნათლისმცემელი. მათმა იცოდნენ იოანეს მსახურება იყო განსაკუთრებული, იოანეს მსახურება არ შეეძლოთ რომ ყოფილიყვნენ გულგრილი მისი მსახურების მიმართ. და არ ღებულობდნენ კონკრეტულ მოწმობას, რომელიც იოანე უცხადებს მათ. ეუბნება, ის კრავი. ასე ვხედავ მეორე ადამიანთა ჯგუფს. პირველი თავის 40 მუხლიდან ჩვენ ვკითხულობთ, პირველი თავის 40 მუხლიდან ვკითხულობთ. ერთი ამ ორთაგანი, რომელიც იოანესაგან მოისმინეს, გაყვნენ იესოს. ანუ რა ქნეს? გაყვენ, ეს იყო ანდრია, ძმა სიმონ პეტრესი. 51 მუხლში ვკითხულობთ. მან პირველად თავისი ძმა სიმონი ნახა და უთხრა, ჩვენ ვიპოვეთ მესია, რაც თარგმნით ნიშნავს ქრისტეს. ძვირფასო, ებრაული სიტყვა მესია ნიშნავს ცხებულს. ეს ის ადამიანთა კატეგორიაა, რომელსაც ცხებენ ზეც, რომ განსაკუთრებული დავალება შეასრულოს ღვთისა. ჩვენ გვახსოვს სამუელი, მათ ხო დავითი მეფედ და ამ ზეც ცხებდნენ მათ, ეს იყო მღვდელმთავრები, ესენი იყვნენ წინასწარმეტყველები, ესენი იყვნენ მეფეები. განსაკუთრებული დავალების შესასრულებლად. იყო სპეციალურად განკუთვნილი ზეთის ცხება და მათ უწოდებენ ცხებდნენ ზეთს. ძვირფასო, ქრისტე იყო მესია, რომელიც ელოდნენ, რომელსაც უნდა ეხსნა ქვეყნიერება, ადამიანები, ჰქონდა კონკრეტული გეგმა. უნდა განხორციელებოს ხელბულის მეშვეობით ეს გეგმა. და ის იყო ამორჩეული პირი, ძვირფასო, უფალი იესო ქრისტე. ანდრია ამბობს, ჩვენ ვიპოვეთ მესია, მას ჰქონდა მხედველობაში
ცხებულისა, მესიისა. ქრისტე ნიშნავს ცხებულს ძვირფასო. ძვირფასო ანდრიამ დაინახა ის, რაც ფარისეველებმა დაინახეს, მაგრამ ის ამბობს, ეს არის მესია. ფარისეველს უნდა ამოეცნოთ. გაეგოთ, მათმა იცოდნენ, რომ ის მესია იყო. ხედავთ, ანდრიასათვის, რომელიც მებადური იყო, მისთვის ცხადი იყო, გაცხადებული იყო ის, რომ მესია იყო. არა მარტო ანდრიას, აგრეთვე ვკითხულობ ფილიპეს ამბობს იგივეს 45 მუხლში. ფილიპე შეხვდა ნათანაელს და უთხრა, შევნახეთ ის, ვისაც დაწერილია რჯულში მოსემ, მის შესახებ წინასწარმეტყველმა მოსემ. იესობის ძე ნაზარეთიდან. ანუ აქაც ხედავთ ცნობას, რომ ეს იყო მეუფე, მესია, რომელიც უნდა მოსულიყო. ასევე მესამე თავის პირველ მუხლიდან ვკითხულობ, რომ ფარისეველთაგან იუდეველთა მთავარი სახელად ნიკოდემოსი, რომელიც მიდის იესოსთან, ღამით ეუბნება, რაბი, ჩვენ ვიცით, რომ შენ ხარ მოძღვარე, მეორე მუხლი. თისაგან მოსული, ვინაიდან არავის ძალუს ისეთი სასწაულის მოხდენა, როგორც შენ ახდენ. თუ მასთან ღმერთი არ არის. ჩვენ ხედავთ, ნიკოდემოსი ამბობს, ჩვენ ვიცით, ვიზი აქ ლაპარაკი, ჩვენ ვიცით. აქ ლაპარაკია ფარისეველთა ხელმძღვანელებზე, მღვდელმთავრებზე, მათმა კარგად იცოდნენ, რის შესახებ არის საუბარი აქ. რის შესახებ იყო საუბარი. და გადის გარკვეული დრო, ვითარება და მეხუთე თავის 39 მუხლში იესო ამხელს მათ. თქვენ იკვლევთ ფარისევლებს ეუბნება წერილებს, რადგან გონიათ, რომ მათში გაქვთ საუკუნო სიცოცხლე, ისინი კი ჩემზე მოწმობენ. იესო ეუბნება მათ, თქვენ ხომ მცოდნეები ხართ, გამოიკვლიეთ წერილები. ასე მეხუთე თავში 40 მუხლი, თქვენ კი არ გსურთ ჩემთან მოსვლა, რომ სიცოცხლე გქონდეს. იესო ამხელს მათ, მათ აქვს არავითარი სურვილი, რომ მიიღონ უფალი იესო ქრისტე თავის უფლად. ქრისტე უცხადებს მათ, რომ პრობლემები გაქვთ თქვენ, უნდა ეს პრობლემები გადაწყვეტილიყოს, უნდა გადაწყვეტილიყო ღვთიური გზით, ღვთიური მეთოდებით და არა მათი მოგონილი, სიტყვის მიღმა, იმ მეთოდებით და მათებურად. აქ ესაა რო წავიკითხე ჩვენ ძვირფასნო, მე 66 თავში ასე სიტყვები წერია. რომ მათმა ადამიანები ვარს ამბობენ, ისინი ამბობენ, ესაი ამბობს მეორე მუხლის მეორე ნაწილში. დღეს ყოველი ამას სად არის სახლის, რომ ჩვენ უნდა ამიშენოთ, სად არის ჩემი დასასვენებელი ადგილი. ჩვენ რომ წავიკითხოთ 45 და 56 მუხლებს, ჩვენ აქ დავინახავთ, რომ უფალი ხელები გაწვდილი უხმობს თავის ერს, რომელიც არ იციან უფალი იესო ქრისტე, უხმობს თავისთან, რომ იყოს მათთან სიახლოეში. 45 მუხლის მეორე მესამე მუხლებში წერია ყოველი ეს. და ის ეუბნება, მე გიწვდით ხელებს, მაგრამ თქვენ არ ღებულობთ. ეს ეუბნება, თქვენ ხომ მცოდნეები ხართ, გამოიკვლიეთ წერილები. თქვენ კი არ გსურთ ჩემთან მოსვლა, რომ სიცოცხლე გქონდეს. ქრისტე უცხადებს მათ, რომ პრობლემები აქვს. უნდა გადაწყვეტილიყო ღვთიური მეთოდებით, არა მათი მოგონილი სიტყვის მიღმა, იმ მეთოდებით, რომ სიტყვის გარეშე მათ ვარს ამბობენ მის მიმართ. სწორედ ის იყო მათთვის პრობლემა, რომ ქრისტე შეეცნოთ, მათ არ სურდათ მიეღოთ მესია. გადის დრო ძვირფასო. იოანე აღწერს ამ ორი კატეგორიის ადამიანებს მე-6 თავში, 61 მუხლში. ჩვენ ვკითხულობთ, ბევრი მისი მოწაფედაგანი გაბრუნდა უკან და აღარ მისდევდა მას. ქრისტეს არ დაყვებოდნენ. და 66 თავის 67 მუხლში ვკითხულობთ. მან უთხრა იესომ თორმეს, თქვენ ხომ არ გინდათ წასვლა?
ეკითხება თავის მოწაფეებს 12 მოწაფედაგან. სწორად ხედავთ საინტერესო აღიარებას. პეტრესი, რომელიც ეუბნება უფალს, 62 მუხლი მიუგო მას. სიმონ პეტრემ, უფალო, ვისთან უნდა წავიდეთ? საუკუნო სიცოცხლის სიტყვები შენ გაქვს. ის ეუბნება უფალს, პეტრე, ჩვენ ხედავთ, რომ ერთი ჯგუფი ღებულობს ნათელ მოწყობას და არ სურთ მიიღო, რომ მიმართონ წერილებს. მეორე ჯგუფი ნახულობენ მესიას, ქრისტეს და ამბობენ, ჩვენ სხვაგან არ გვაქვს წასასვლელი. და რატომ? რადგან მარადული სიცოცხლის სიტყვები აქვს მხოლოდ ქრისტეს ძვირფასი. და ისინი ამბობენ, ჩვენ ვირწმუნე და შევიცანთ, რომ შენ ხარ მესია, შენ ხარ ქრისტე. ანუ ჩვენ შენ პირობებზე ვართ, როგორც პირობებზე ვართ მაყოფილი, როგორც არ უნდა იყოს. ანუ ისინი მიენდნენ სრულიად თავის მეუფეს, მესიას, ქრისტეს. იოანეს სახარებაში მე-11 თავში წარმოიშვა პრობლემა, რომ იესომ მტრეთით აღადგინა ლაზარე და ამ თავის მე-11 თავის 47-52 მუხლებში ვკითხულობ. შეკრიბეს მდელმთავრებმა და ფარისევლებმა სინედრიონი და თქვეს, რა ვქნათ, რადგან ეს კაცი ბევრ სასწაულს ახდენს. და 52 მუხლს ვკითხულობ, თუ მიუშვებ თავის ნებაზე, ყველა ირწმუნებს მას, მოვლენ რომაელები, დაიპყრობენ ჩვენ ადგილსა და ერსაც. ხედავთ, რომ კარგად იციან, რომ ქრისტე მესიაა. ისინი აქ ათვიცნობიერებენ. 59 მუხლში ვკითხულობ, ერთმა მათგანმა, კაიაფამ, რომელიც მდელმთავრობდა, იმ წელიწადს უთხრა მათ, თქვენ არაფერი გაგეგებათ. 50 მუხლი, ვერ მოგიფიქრებიათ, რომ ვიჯობს ერთი ადამიანი მოგდეს ხალხისათვის, ვიდრე მთელი ერი დაიღუპოს. ანუ ხედავთ, რომ როგორ შეიძლება გამოინახოს მორალური თვითგამართლება, რომ თავი გაემართლო, რომ მოკლა მესია. ეს არის ადამიანური ბუნება ძვირფასო. ისინი ეხებიან მესიას, რათა მოკლა. მათ მრავალი მოწმობა ჰქონდათ, რომ იესო მესია, მაგრამ არ სურთ გაითავისონ, არ მიიღონ თავისა. შევხედოთ მოწაფეებს, თუ რა ხდებათ მათ თავზე. გავიხსენოთ მე-20 მუხლში, წერია ასეთ მე-11, მე-13 მუხლებში, წერია მარიამ მაგდალინელის შეხვედრა იესოსთან. მარიამი იდგა მე-11 მუხლში, მე-20 თავის, კითხულობ, იდგა სამარხთან და გარეთ და ტიროდან. ის დაიხარა სამარხთან, აქ წერია, და ვკითხულობ, მას ეცხადება მტრეთით ამდგარი უფალი, მარიამს და მე-12 მუხლი. და დაინახა თეთრში შემოსული ორი ანგელოსი, მსხმარე, ერთი თავით, მეორე ფეხით, სადაც იესოს გვამი ესვენა. უთხრეს მას, თალო, რატომ სტირი? ეუბნება მათ, ჩემი უფალი წაიღეს და არ ვიცი სად დადეს. აქ მნიშვნელოვანი სიტყვებია ჩემი უფალი. მარიამს გათავისებული ჰქონდა, რომ ის იყო უფალი ქრისტე, უფალი იესო ქრისტე, მესია იყო მისი უფალი, პირადი უფალი ძვირფასო. ეს მნიშვნელოვანია. ჩვენ ვღებულობ ქრისტეს, ჩვენ უფლად და მსნელად. და შევხედოთ სხვა სიტუაციასაც. ჩვენ გავიხსენოთ თომასთან შეხვედრა იესო ქრისტეს. ჩვენ ვიცი, რომ პირველად თომამ არ ირწმუნა იესო, სანამ მას თვითონ არ შევეხებიო, ამბობდა თომა, მაგრამ მეორჯერ ეცხადება მას უფალი და ეუბნება, თომა, ნუ იქნები ურწმუნო, არამედ იყავი მორწმუნე. და მე-20 თავის 22 მუხლში ვკითხულობ, მიუგო თომამ და უთხრა მას, უფალო ჩემი და ღმერთი ჩემი. ძვირფასო. ხედავთ, თომამაც გაითავისა, რომ ის იყო უფალი მისი და ის იყო ღმერთი მისი. აქ არის ეს მნიშვნელოვანი სიტყვები, ვინც გაითავისა უფალი თავის მეუფედ, თავის ცხოვრების წარმმართველად. ჩვენ განსაკუთრებული შეხვედრა მოხდა 21 თავში იესოსა და პეტრეს შორის. გვახსოვს ეს ისტორია მე-15 მუხლი მე-21 თავის. როცა ავკითხულობ, რომ ის საუზმეს, იესო ეუბნება სიმონ პეტრეს, სიმონ, იოანესაო, ამაზე მეტად გიყვარ ვარ? ეუბნება ქრისტე იესოს. იესო პეტრეს.
ეუბნება მას, დიახ უფალო, შენ იცი რომ მიყვარხარ. ძვირფასო, თუ შევხედა მიმდინარე პროცესების განვითარებას, რომელიც ჩვენ დავასახელეთ და მის თანდათანობას, იწყება იქედან რომ ჩვენ ნახეთ მესია, აღიარენ თავის უფლად და მსნელად. ჩვენ ვხედავთ შემდეგ ვისთან უნდა წავიდეთ? ანუ სიცოცხლის სიტყვები მხოლოდ ქრისტეშია. ჩვენ ვისთან უნდა წავიდეთ? ეუბნება და მთავრდება განსაკუთრებული სიტყვებით. მე მიყვარხარ შენ უფალო. ძვირფასო, ეს არის ერთადერთი ძირითადი დამოკიდებულება მესიასთან. რომ გქონდეს მის მიმართ უდიდესი სიყვარული, ნამდვილი სიყვარული. და აი რატომ არის დაწერილი 1 კორინთიელთა მე-16 თავის 22 მუხლში ეს სიტყვები. დაუკვირდეთ ამ სიტყვებს, ვისაც არ უყვარს უფალი იესო ქრისტე, იყო შეჩვენებული მარანათა. ჩვენ არ გვაქვს ძვირფასო არჩევანი თვითეულს დღეს. არის ორი გზა, ჩვენ დავინახეთ. მესია მხოლოდ მაშინ არის მესია, როდესაც ჩვენ გვიყვარს ის ნამდვილად. რომელიც ეს სიყვარული, რომელიც შეგვიყვარა მან, ჩვენ ამ სიყვარულით გავითავისებთ ჩვენ უფალს. ის აცხადებს თავის სიყვარულს ჩვენში, ამ სიყვარულს გვაკავშირებს მასთან. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა დღეს შევხედოთ ჩვენ გულებს. გავცეთ კითხვას პასუხი, როგორც დაუსვა ქრისტემ პეტრეს მოციქულს, გიყვარ ვარ? გვიყვარს კი ჩვენ უფალი ძვირფასო. დაუკვირდეთ ამ სიტყვებს, გავითავისოთ. იზრდებოდეთ უნდა ამ სიყვარულში, რომ ის იყო ჩვენი ცხოვრების მეუღლე, ჩვენი უფალი, როგორც გააცხადა მოწაფეებმა, ჩვენი ცხოვრების მეგზური, წარმმართველი. მაშინ არის ერთობა ღმერთიშვილების შორის, ერთობა ჩვენ უფალთან და ყველანი ერთი ვხდებით უფალში, რომელიც ამ ქვეყნიერებთან დაგვაშორე ერთმანეთს.